და კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია საქართველოს მწერალთა კავშირმა თბილისის მერის კულტურული ღონისძიების ცენტრის მხარდაჭერით მარჯანიშვილის თეატრში კიტა ბუაჩიძის 100 წლის თავისდანვე მიძღვნილი საღამო გამართა მსახიობებმა მისი ყველაზე პოპულარული პიესის ეზოში ავი ძაღლიას მიხედვით რამდენიმე ნაწყვეტი შეასრულეს. საღამოს დასასრულს ქართველმა მუსიკოსებმა მწერლის ლექსებზე შექმნილი ნაწარმოებები შეასრულეს. კიტა ბუაჩიძე არის ის ქართველი დრამატურგი, რომელმაც ძალიან დიდი სიტყვა თქვა ქართული თეატრის ისტორიაში. ჩვენი ანსამბლი ქართველები დღეს პრემიერით წარდგა ამ კონცერტზე. შევასრულეთ მარიკა კვალიაშვილის ახალი ძალიან ლამაზი სიმღერა ოდა საქართველოს. ვფიქრობ ძალიან კმაყოფილი დარჩა აყურებელი დღევანდელი საღამოთი. საერთოდ ბატონ კიტას იუბილე ხმაური მის გარშემო არ უყვარდა ძალიან. აი მაგალითად ტელევიზორში გამოსვლა, ესე რა ქვია, ინტერვიუს აღება, ეს რაღაცა არ მოსწონდა მას ეს. მას მოსწონდა უფრო თავისი წიგნების გამოცემა. ძალიან უყვარდა ეს საქმე. და მე ამ გამოცემაზე ფუსფუსი და მთელი ამბავი.